გაერთიანების მემორანდუმში წარმოდგენილი ორგანიზაციების სახელით. ვაკეთებ განცხადებას, რომ ეს აი ამ ადგილას, სადაც პატრიარქის კურსებით იდგა უდიდესი გამაერთიანებელი მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლი. 19 დეკემბერს დილის 10 საათზე იქნებით საზოგადოების მოღვაწეებთან ერთად და ვიწყებთ აქციების გამართვას დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. იმ დღესვე 19 დეკემბერს 14 საათზე პირველი აქცია გაიხსნება ქუთაისში პარლამენტის შენობასთან იმ ადგილას, სადაც ზუსტად 3 წლის წინ ვანდალურად ააფეთქეს დიდების მემორიალი, რამაც დანაშაულო ცხოვრული გამოიწვია. ბატონმა რეზო ჩხეიძემ სამწუხაროდ დღეს ოდნავ ავადმყოფად მიმართა უკვე იაწევი პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონს რათა ამავე დღეს ქვეყანა მიექანება საკონსტიტუციო ჩიხში, რასაც დროულად შველა ესაჭიროება. ამისათვის, რათა ხალხს უშუალოდ გავაცნოთ არსებული ვითარება, ვიწყებთ აქციებს, რომლებიც ქუთაისის მერე გაგრძელდება მარტვილში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთში და ბოლოს ბათუმში. იქაც მერე ჩამოვალთ თბილისში და ბატონ მერაბ ბერძენიშვილს ვეახლებით და წარუდგენთ ჩვენს შეხედულებებს და შევაჯერებთ მის შეხედულებებს ქართული ხალხის ნებასთან. ძირითადი მოთხოვნა არის დროულად უშუალოდ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და დროულად მოვითხოვოთ სააკაშვილის გადადგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო ჩიხში აღმოჩნდება, რადგანაც მისი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, ინაუგურაციის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, იგი მას უსრულდება უფლებამოსილება და მისი შემცვლელი კონსტიტუციით არავინ არ არის განსაზღვრული. მისი შემცვლელი პარლამენტის თავმჯდომარე არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არის უუნარო, ან იგი გადადგება. და აქედან გამომდინარე, ქვეყანა მიექანება საკონსტიტუციო ჩიხში. ეს მოთხოვნა ხდება უკვე საყოველთაო და მთელი საქართველო აწევს ხელს. მიხეილ აბდულაძე, ემსრულება საზოგადოების უფლებებისათვის თავმჯდომარე. და ეხლა ბატონ თემურის შაშიაშვილის გუშინი კამერებისკენ რა აქეთ. კამერებისკენ ხომ და ის არის რა პროფილში მაქვს სინქრონი. ერთი წუთი რა გიო გადავალ, ერთი წამი. მე გადავები გამოვიდა. ახას გამოვიდა. ოიც არა ორი წამი. ერთი წამი. არის. ჩაწიეთ რა კამის მიკროფონი. არა, ინფოცხრა, იმედი. როგორც უკვე აკითხვა 19 დეკემბერს 10 საათზე კავკასია. სადაც იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, იწყება საპროტესტო მოგზაურობა დასავლეთ საქართველოსაკენ და ის დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან. რეალობა ასეთია. მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელსაც აქვს კარგი პროგრამა, მაგრამ ისი ხელის შემშლელი არის 3 რამ. პირველი, ჩასაფრებული, მეორე, გაკოჭებული და მესამე გაბოროტებული. ჩასაფრებული არის პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც არ უნდა რომ ეს პროგრამა შესრულდეს და სამწუხაროდ ბევრი მხარს ხარდამჭერი მას დასავლეთში, ედობაში არა დასავლეთ საქართველოში, არამედ სოფლიოს დასავლეთში. მეორე, გაკოჭდა ძალიან ბევრი, ვინც მოხდა ბიძინა ივანიშვილის გვერდით და მესამე, გაბოროტდა ბევრი, ვინც არ მოხდა და ჩასაფრებულია ძალიან ბევრი პარტია, ასევე როგორც ნაციონალური მოძრაობა, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ დაიწყოს გამოსვლები. ჩვენი გაერთიანება ამბობს, მემორანდუმით ჩვენ ვამბობთ. მიხეილ სააკაშვილი გახდა პრობლემა საქართველოსათვის. დღეს ჩვენი ბრძოლა არ არის პიროვნების წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლა არის საქართველოსათვის. საქართველოს მოსახლეობას გონია, რომ 1 ოქტომბერს ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ ვამბობთ, 1 ოქტომბერს დაიწყო დიდი პროცესი ქვეყანაში, რომელიც უნდა დასრულდეს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების დამთავრებით. ეგ არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვამბობთ, რომ თუნდაც ამ ძეგლის გადატანით, თუნდაც ქუთაისში აფეთქება იმისა, რაც ააფეთქეს ფილოსოფიურ ტრაქტატად აღიარებული მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი. ის რაც
გორში მოხდა პრეზიდენტი მთავარსარდალი მიწაზე ფორთხავდა. ყველა ღირსეული ადამიანისათვის არის შეურაცხყოფელი და ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პრეზიდენტი ქვეყანას არ უნდა ყავდეს. იგი გახდა პრობლემა ამ ქვეყნისათვის. ეს არის მთავარი ამ მოგზაურობის. ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ბევრი შემოგვიერთდა. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ ყველანი ასე იგი მემორანდუმით გაერთიანებული ორგანიზაციები, როგორც ბატონო მიხეილი მოგახსენებთ. კამერების ეს არის აქ არ არის პარტიულობა, აქ არ არის ასე იგი, მაგრამ მე ამ შემთხვევაში აქ ხელი მოვაწერე როგორც პოლიტიკური პარტია თეთრების წარმომადგენლობა და ვამბობთ იმით, რომ თქვა ერთ პარტიას აქვს მოწერილი ხელი და ჩვენ ვართ ამ მემორანდუმის ხელმძღვანელი. გამოდით ეს ოთხში როგორც დაგიწყოთ ესე ოთხში ანუ წინადღით საპრეზიდენტო არჩევნების ტარდება დიდი აქცია პრეზიდენტის სასახლისგან და ჩვენ გადავცემთ მას ულტიმატუმს. აი ეს კანდიდატი გამოდი ჩვენ იყავით და კანდიდატი მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწევს 30-ზე მეტი ორგანიზაცია, აქ არის ძალიან ყველასთვის თქვენთვის ცნობილი ორგანიზაციები, მოძრაობა გადაარჩინეს, სიცოცხლე, ადვოკატთა გაერთიანება, ბატონ თემური, სახალხო დარბაზი, უამრავი უზარმაზარი ჩამონათვალია, რომელშიც გაერთიანებულ ორგანიზაციებს აქვს ერთი სურვილი, რომ მოხდეს მშვიდობიანად წყნარად ამ საკონსტიტუციო ჩიხიდან გამოსვლა და ქართველმა ხალხმა მიაღწიოს სამართლიანობის აღდგენას ერთხელ და სამუდამოდ. ყველა დამნაშავე იქნეს დასჯილი. აი ეს არის ძირითადი მოთხოვნები, რაც აერთიანებს ამ ორგანიზაციას.